ნებისმიერ გამოწვევას ვაშკაცურად დავხვდები აქ და ერთ ნაბის უკან არ გადავდგამ. ვინც გინდათ ის მომეცით, ვინც გინდათ მაგამ გამომიწვიეთ, აგერ ვდგავა რა. ბექა კორტავა ტოვებს კამარს 70 კილოგრამში. აი, ამ გამოხტომას, ნახეთ, აი ამ გადმოხტომას ყველაზე მეტად ვერ ვიტან, იმიტომ რომ ჩემო ძმაო, ცუდად არ გამიგო. მიდი აბრუნდი და ფარჯიანის მერე მელიქიანს უნდა ვეჭხუბო და მის შემდეგ ჩამოდი. რა იმედით, მე შენ გუშინას გითხარი რომ მე მელიქიანთან ბრძოლა მინდა კენტუსებით, რომ აი ის ჩავდო, რასაც აქამდე ვდებდი. No. და ჩემი საქართველოს სახელით მოვიტანო გამარჯვება. მე მაგამდე ფარჯიანის შემდეგ 70 კილოში არავისთან გავმართავ ბრძოლას გარდა მელიქიანისა. აი ჩემო ძმა, აუცილებლად აწი გავითვალისწინე. თუ ჩხუბი გინდა ძმაო, თავი აწიეთ და მეჩხუბეთ ვინც აქ ჩამოხვალ ჩემთან რა და ადამიანები რომლების დარტყმას გაურბიხართ, არც ერთი ადამიანი დამიდგეთ აქ რა და ხალიჩა არ წმინდოთ თავი. ჩემპიონი ვარ 70 კილოგრამის და ეს მოხდებოდა, ოდესღაც უნდა მეჩხუბა რა, შიშველი ხელებით და ვიჩხუბე, მაგრამ აწი აღარ ვიჩხუბ. აწი აღარ ვიჩხუბ. 70 კილოგრამის კამარი ხდება ვაკანტური. მოვიდა. ჩხუბს არ მოვჩენილ ვარ. აი ეს ბიჭი, რომელიც ფერს ლაპარაკობდა. შენ დავჩხუბავ ბიჭო. ჩამოდი დაბლა. აი პირობას გაძლევ რა. რინგზე მე თუ დამიდექი, საშუალებას არ მოგცურმინა რომ მეკლინჩაო.